მე თქვენ ახლა მოგიყვებით როგორ იტყუება იმედი. გეგონება არ იცით და რამე ახალს გეტყვით, მაგრამ ძალიან კარგი მაგალითია, რომ გაჩვენოთ როგორ მუშაობს მათი პროპაგანდა, როგორ შეუძლიათ საერთოდ რადიკალურად კონტექსტის შეცვლა და სხვაგვარად ჩვენება. მოკლედ რამდენიმე დღის წინ ვიყავი პოდკასტში, სადაც საუბრობდით რადიკალიზმი ოპოზიციაში არის სწორი ფორმა თუ არა. მე ვარ მათ შორის, რომელიც ფიქრობს, რომ არა. მე ვარ მათ შორის, რომელიც ფიქრობს, რომ უნდა ვესაუბროთ ყველას. მე ვარ მათ შორის, რომელიც ფიქრობს, რომ ყველასთან საუბარი გაგვირთულდება, თუ მაგალითად ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წუხილებს არ გამოვთქვათ, ან მინიმუმ არ გაგვეხარდება. ანუ თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ხარია თქვენიანების გარდაცვალება, მაშინ ის ხალხი ჩვენ არ დაგველაპარაკება, არ მოგვისმენს და ეს ძალიან რაღაცნაირი ძალიან წყალგამყოფი იქნება. ამ კონტექსტში მოვიყვანე ბასლას მაგალითი. მაშინ როდესაც მე წუხილი გამოვთქვი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, და ეს ბაბუში მათ შორის ჩემო საპატივცემულო ადამიანებმა როგორ ვერ გაიგეს და მე როგორ მომიწია ამის ახსნა. ამ კონკრეტულ ამბად, ანუ ამ ბავშვთა კონტექსტში დამჭირდა მაგალითის მოყვანა, მათ შორის ბექა გოცირიძესაც, რომელიც მე პერსონალურად ძალიან შეურაცხყოფას მაყენებდა, ეხებოდა ჩემს პირად ველს, ჩემს პირად ცხოვრებას, ზოგადად ცხოვრობდა ისე როგორც კაცები ქალებზე არ საუბრობენ და ვთქვი, რომ მიუხედავად ამისა, მისი გარდაცვალებაც რავი არ გამხარებია. მაგალითად რა, ბასლას გარდაცვალებაზე მე დავწერე სტატუსი. გარდაიცვალა. ეს ის კი არ არის, რომ მიგზავნიდნენ პოლიტიკურად რა განცხადებები გააკეთა, როგორ გააკეთა, რა გააკეთა, გავიგე. მაგრამ გარდაიცვალა. ბექა იყო ერთი კობახიძე ბიჭი, რომელიც რაღაც მუდმივად არაფხიზლ მდგომარეობაში იყო და არასიფხიზლითაც გარდაიცვალა. სწორად ვამბობს ახალს ბექა გოცირიძე, ბექა გოცირიძე მეგონი. რომ ნახოთ მისი ჩართვები, ჩემზე რეებს მეტყველებდა სიცოცხლეში ეს ბიჭი, ანუ სიგიჟებს, ყველანაირი შეურაცხყოფა. ანუ მე ვამბობ, რომ ნანუკამ გაუპატიურება და ნანუკამ კი არა დააბრალა ვიღაც ემიგრანტმა დაწერა, რომ აქედან იმიტომ გაიქცეოდა, ჩემ გვერდზე დაიწერა ეგ. დაწერა და მოხდა ჩემ გვერდზე ტირაჟირება ამისი. გიჟებს მეტყველებდა მართლა აი კაც რო არ ეკადრება რა ბიჭს ეგეთი ტერმინოლოგია გოგოსთან მიმართებაში არავისთან პოლიტიკურ ოპონენტს მნიშვნელობა არ აქვს. და რო გარდაიცვალა, ვერ გამეხახა. აი რა, კაია რო გარდაიცვალა, ან რა უნდა ვთქვა, რომ საფლავს უნდა შევეხო, ან რავი, ძალიან ცუდია რო გარდაიცვალა. ჩემზე საშინელებებს იტყოდა, მაგრამ ეს ხო არ არის საკმარისი არგუმენტი იმისა, რომ ჩემი პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილი მინდოდეს, ანუ ხო სიგიჟია ხალხო. ანუ ბექა გოცირიძის სიკვდილი ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანია და მგონია რომ ჩვენ ერთმანეთის სიკვდილი არ უნდა გვიხაროთ. მთელი ამ კონტექსტიდან შექმნა აი ეს ქარდი. ანუ ეს ქარდი შექმნა მთელი იმ კონტექსტიდან, რომ რამდენიმე წუთი ვსაუბრობ წუხილზე ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ხო, რავი, ჩვეულებრივ ამბავი ან ახალი რა ვთქვი, ან ისეთი რაც მთელმა ქალაქმა არ იცის რა ვთქვი, რა არის ამაში, მაგრამ როდესაც ამდენ დროს უთმობ იმაზე საუბარს, რომ შენ არ ქსიამოვნებს და არ მოგწონს სხვის გარდაცვალება და არ ეხები მას ნეგატიურ კონტექსტში და აი ამას ქარდავ, ხარ მხოლოდ იმედი, არ ვიცი, ან იმედი ამ პოზიტივი, ჩემთვის ეს დაახლოებით ერთ ჟანრშია. ხო, პოზიტივია, უბრალოდ უფრო ფულიანი პოზიტივია რა. მეტი განსხვავება მათ შორის აღარ არის. მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ და ყოველ ასეთ ჯერზე უნდა მოვყვეთ, როგორ იტყუებიან, იმიტომ რომ ჩვენი გამომწერებიც მათი მაყურებლები არიან და უნდა იცოდნენ უბრალოდ ეს კონკრეტული ამბები.